ის მეგობარი შენ ყავს, ვისაც ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. აუ, იმ დღეს სკოლის მასწავლებელმა ნიშანი გამიფუჭა. აუ, კაი, ძალიან ცუდია რომ ველმა. აუ, წინაზე მეც გამიფუჭა მასწავლებელმა ნიშანი და დავილაპარაკე და გამოსწორდა. მგონი შენც რა დაელაპარაკო გამოსწორდება. აუ, გოგო, გუშინ ხვიჩას გოლი ნახე. კი, რამაგერ შევდო ატალანტას. აუ, მეც ნახე რა კარ ფორმაში შევიდა. მე მესმის შენი გრძნობები. და როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ყველასთან საერთო ენის გამონახვას? გონი უბრალოდ ხალხთან კომუნიკაციას სიამოვნებთ. ამას თავისი სახელიც აქვს. ექსტროვერტი. აი სამი ნიშანი რომ ექსტროვერტი ხარ. პირველი, ენერგიას სხვებთან ურთიერთობით იღებ. თუ დიდხანს ხარ მარტო, ენერგია გეცდება და იღლები. მეგობრებთან შეხვედრა ან უბრალოდ სოციალიზაცია კი მაშინვე ენერგიას ხმატებს. მეორე, ბევრი მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი ყავს. შენთვის მარტივია ხალხის გაცნობა და მათთან კომუნიკაცია. არ გეშინია დიდი ჯგუფის წინ საუბრის და თავს კომფორტულად გრძნობ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. მესამე, ხშირად ხარ საუბრის ინიციატორი. შენთვის ადამიანთან საუბრის დაწყება ბუნებრივია. არ გიქმნის დისკომფორტს უხერხული სიჩუმე და ხშირად შენ ხარ ის ადამიანი, ვინც მას არ ყვევს. ყოველთვის შეგიძლია იპოვოს საერთო სასაუბრო თემა. თუ საკუთარ თავში ამ ნიშნებს აღმოაჩენ, ეს ნიშნავს, რომ შენი ძალა კომუნიკაციაშია. იმაში, რომ არ გიჭირს ადამიანების გაცნობა და მათი გაგება. თუმცა ხანდახან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დროს საკუთარ თავთანაც გაატარო. ეს დაგეხმარება შინაგანი წონასწორობის პოვნესა და აზრების დალაგებაში. მოთაგე შენი ექსტროვერტი მეგობარი კომენტარებში.